ძველი საიდუმლო. Seher. შვილების ხათრით მაინც ხომ არ დანებდები. ოპერაციას გაიკეთებ არა? რატომ არ გესმის სუხალ? ოპერაციას უკვე ჩემი შვილები ვამჯობინე. დარჩენილ დღეებს მათთან ერთად გავატარებ და არასაავადმყოფოს კედლებში. გთხოვ, კარგად დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. მესმის, რომ ყოყმანობ. რადგან სარისკოა, მაგრამ ანევრიზმა თუ გასკდება, ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობასაც დაკარგავ. როგორ ფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე? თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. რას გააკეთებდი, ზუჰალ? შენი შვილის მონატრებით, შენი ცხოვრების ნახევარი გისოსებს მიღმა, რომ გაგეტარებინა. საოპერაციო მაგიდაზე დაწვებოდი? რომ გწოდნოდა, რომ მოკვდებოდი. რომ ეთქვათ, სიკვდილს თვალებში ჩახედე, შვილებს არ დაემშვიდობო. ბოლოჯერ არ ჩაეხუტო და მათი სურნელი არ შეისუნთქო. დათანხმდებოდი? გულწრფელად მიპასუხე. მიპასუხე, ზუჰალ. ოპერაციას დათანხმდებოდი? რა სასიამოვნო სიურპრიზია, შვილო. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. ბიძია ჰალილ, რა ხდება, აქ რას აკეთებ? ბატონ ჰალილ სოფელში ბაღები აქვს. მიწათ მოქმედებაზე ვსაუბრობდით. ბატონ ჰალილ საიდან იცნობ? დედა ჩემის მეზობელია. მართლა? იცოდი, რომ ბატონი ჰალილის ვაჟი ომერი ჩვენი იფექის პარტნიორია. რა თქმა უნდა, ეგ როგორ დამავიწყდა. ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა, დაბნეული ვარ. მართალი ხარ, მესმის შენი. თქვენი ნებართვით წავალ. კარგი მოგვიანებით გნახავთ, ბატონო ჰალილ. გთხოვთ, ჩემს შემოთავაზებაზე იფიქრეთ. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ბატონო თურგოთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მართლა, ბატონო ჰალილ. ომერს მოკითხვა გადაეცით. შემდეგში მასთან ერთად მობრძანდით. მოდი დაჯექი. რა მოხდა, სეჰერ? აქ ტყუილად არ მოხვიდოდი. შენი დახმარება მჭირდება, ბიძია. დედა ჩემმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს, თანაც რაც შეიძლება მალე. მიპასუხე, ზუჰალ. ოპერაციას გაიკეთებდი? უარს იტყოდი იმ დროზე, რომელიც შეგეძლო შვილებთან ერთად გაგეტარებინა. არც კი ვიცი რა გითხრა, ჩინარ. შენც მართალი ხარ. მაგრამ ვიფიქრე, გადაწყვეტილებას შეგაცვლევინებდი. ჩემი დროა მოიწურა, ზუჰალ. ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. ბოლოს მაინც მოკვდები, რა აზრი აქვს ოპერაციას გაიკეთებ თუ არა. შენ გამოდედა ასია მისაყვედურებს.
ბოლოს რომ ექიმთან იყავით იმან რა თქვა? ახალი არაფერი. ანევრიზმის გასკდომამდე ოპერაცია უნდა გაკეთდეს, მაგრამ დედა უარს ამბობს, რადგან ძალიან სარისკოა. ვეცადე, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინე. შენ მაინც დაელაპარაკებიცია, იქნებ მოგისმინოს. გთხოვ, დამეხმარე. ძალიან გთხოვ, ბიძია. კარგი შვილო. ყველაფერს ვიყონებ რომ გადავაფიქრებინო. მაგრამ ხომ იცი ჩინარი ჯიუტია. აქამდეც ვთხოვე ოპერაცია გაეკეთებინა, მაგრამ არ მომისმინა. არ უნდა დავნებდეთ, სანამ ოპერაციაზე არ დავითანხმებთ. რაც არ უნდა მოხდეს, იმეც ნუ დავკარგავთ. კარგი შვილო. ამჯერად ერთად დაველაპარაკოთ. იქნებ მისი დარწმუნება შევძლოთ. გმადლობ, ბიძია. ახლა წავიდეთ. იქნებ საღამომდე საავადმყოფოში მივიყვანოთ. რატომ მოხვედით, მაო? რამე მოხდა? დედა ასიემ ხომ არ გამოგგზავნა? არა. დედაზე არ იდარდო. გოგითხარი პირობას ბოლომდე შევასრულებ მეთქი. მე და სეჰერმა ვილაპარაკეთ. ვფიქრობ, რომ ოპერაცია აუცილებლად უნდა გაიკეთო. რადგან შენი გამოჯამრთელების მცირე შანსი მაინც არსებობს. მოდი დავსხდეთ. ჩაის მოგართმევთ. მომდალებთ. რა ქენი რძალო? ჩინარის დარწმუნება შეძელი? ვერ შევძელი, დედა. ვერ შევძელი. ჯიუტა დარნებდება. ამბობს მირჩევნია შვილების გვერდით მოუკვდე ვიდრე საოპერაციო მაგიდაზეო. არ მაინტერესებს რძალო. რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ის გველი დაარწმუნე, რომ ოპერაცია გაიკეთოს. დედა. ჩინარი მაინც მოკვდება. რა განსხვავებაა ეს დღეს მოხდება თუ ხვალ? როგორც ჩანს, აზრის შეცვლას არაპირებს. თავი დავანებოთ. ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რძალო. მის დასარწმუნებლად რამე გზა გამოძებნე. მარტივი სათქმელია. თუ შეგიძლია თავად დაარწმუნე ქალბატონო ასია. ჩვენ მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობაზე ვფიქრობთ. ხო, ოპერაციაზე იფიქრე. საფიქრალი არაფერია. გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ძმაო. ნუ დაიჟინე, არ მინდა გაწყენინო. ნუ თუ ვერ ხვდები, რომ თავს ძალით იკლო, როცა შეგიძლია მთელი ცხოვრება ჩვენთან ერთად გაატარო. შვილო, რამდენჯერ უნდა გითხრა. სანამ ჩემი შვილების სიმართლეს არ გაიგებენ, ოპერაციას ვერ გავიკეთებ. ასეთ რისკზე ვერ წავალ. ესე იგი, რამდენიმე დღის გამო უარს ამბობ ცხოვრებაზე, რომელიც შეგიძლია ჩვენთან ერთად გაატარო? ღმერთმა შესაძლებლობა მომცა. ასეთი შანსი ყველას არ ეძლევა. უფლება მაქვს ავირჩიო როდის და სად მოვკვდები. ამიტომ ჩემი შვილების თბილ მკლავებში ვარჩევ სიკვდილს და არა ცივ საოპერაციო მაგიდაზე. ნუ თუ დედის უკანასკნელ სურვილს პატივს არცემ. შენ ხომ დედა ხარ? უნდა გესმოდეს ჩემი, ამას ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. როგორ უნდა მესმოდეს დედა? ოპერაცია ჩვენ გამო უნდა გაიკეთო, შენ გამო კი არა. არ მეგონა რომ დედობა ეგოიზმი იყო. მეგონა რომ შენ შვილებს ყველაფერზე მაღლა დააყენებდი. მეგონა საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებოდი სიცოცხლეც დაგეთმო. თუ მართლა გიყვარვართ ოპერაციას აუცილებლად გაიკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან დამშვიდობების დროც არ მოგეცემა. არჩევანი შენზეა. სეჰერ, შვილო, ასე ნუ მომექცევი. ბატონი სედათი სადღაც აქ უნდა იყოს. აი ისიც. წარმატებულ დღეს გესურვებთ, ბატონო სედათ.
ხდება აქ რატომ მოხვედით? ჩემი ადვოკატი ქალბატონი იფექია. ასე რომ თქვენთან აღარაფერი მაკავშირებს. ვიცით რომ ქალბატონ გულსენს თქვენი შვილის მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად დათანხმდით ქორწინებაზე. ამას რა მნიშვნელობა აქვს? თეორია ჩემი შვილი გამოჯამრთელდეს. რაც არ უნდა მოხდეს. ნურდანმაც რომ გაიგოს, გადაწყვეტილებას მაინც არ შევიცვლი. მისმინეთ ბატონო სედად. ჩვენ გვესმის თქვენი და შეგვიძლია გამოსავლის პოვნაში დაგეხმაროთ. გთხოვთ, ოჯახს ნუ დაანგრევთ. გონიათ მე მინდა ოჯახის დანგრევა. ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრება მინდა. მაგრამ შვილის ჯანმრთელობისთვის საკუთარი თავი გავწირე. გთხოვთ გამიგეთ. ყველაფერი ვიღონე რომ ფული მეშავა. ზეგანაკვეთურად მუშაობდი, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. ბანკიდან კრედიტის აღება მინდოდა, მაგრამ არ მომწეს. მეგობრებს და ნათესავებს ფულის სესხება ვთხოვე, მაგრამ ყველას ძალიან უჭირს. სეჰერ. შვილო, ასე ნუ მომექცევი. ზურგს ნუ მაქცევ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდები. გთხოვ არ მიმატოვო. სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩემთან უნდა იყო, მაგრამ როცა ყველაზე მეტად მჭირდები, ჩემზე უარს ამბობ. შეუძლებელია იმის ყურება, როგორ ნებდები. ნუ თუ ვერ ხვდები, შენი სიკვდილი გამანადგურებს დედა. შვილო, გთხოვ გამიგე. როცა ჩემი წასვლის დრო მოვა, მინდა რომ უკანასკნელად თქვენ დაგინახოთ. ჩემი ძვირფასი შვილები. არ გინდა შენი შვილების ბედნიერების მომსწრე გახდე, არა? არ გინდა ესმას წარმატება ერთად ვიზეიმოთ? ჩეთინი ოჯახს რომ შექმნის და შვილები აყოლება? არ გინდა შენ შვილებთან ითამაშო? გასაგებია რომ შენ გარეშე გავიზარდეთ, მაგრამ არ გინდა დურო შენ თვალწინ გაიზარდოს? ღმერთს გეფიცები, ეს ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ მაშინ გადაწყვეტილება შეცვალე დედა. თუ არ გინდა რომ შენთან ერთად მეც მოვკვდე. დაივიწყე სიჯიუდე, რადგან თუ ოპერაციას არ გაიკეთებ, იცოდე ვეღარასდროს ვნახა. სეჰერ. შვილო. ჩინარ. არი დარდო. სეჰერი დამშვიდდება და დაბრუნდება. მერე ისევ ვილაპარაკოთ. კარგი. ჩინარ. რა მოხდა დაო? სეჰერი ვერ დაითანხმე? მერა დაო. მითხრა ოპერაციას თუ არ გაიკეთებ, ვეღარასდროს ვნახავო. რატომ არავის ესმის ჩემი? საკუთარ შვილსაც კი. რატომ უნდა რომ მასზე უარი ვთქვა? დაო, სეჰერსაც გაუგე. გონია რომ თუ ოპერაციას გაიკეთებ, განიკურნები. რა ქნას? ხავსზე ბღაუჭება. დღეს დასუფთავების დღე არ არის, რატომ მიხვედი? რა მოხდა? რა მოხდა? მადლობა ბატონო მარს, მან ყველაფერი მითხრა. უკვე ვიცი როგორი უსინდისო ადამიანი ხარ. ვერ გავიგე როგორ გაყიდე შენი ადამიანობა იმისთვის რომ ჩემთვის ქმარი წაგერწმია. რას ამბობ? სედათთან რამე საქმება? არ გაბედო და არ უარყო. ახლა ვიცი სინამდვილეში ვინ ხარ. ხრცვანოდეს. წლებია შენ სახლს ვალაგებ. კარგი ადამიანი მეგონე. თურმე ბინძური გულის პატრონი ყოფილ ხარ.
თვალებში მიყურებდი და ამ დროს ჩემს ქმართან გარიგებას აწარმოებდი. ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად მასზე დაქორწინება გინდოდა. სირცხვილი და ნამუსი არ გაგაჩნია? საკმარისია. შენი ბრალდებების მოსმენის ხასიათზე არ ვარ. შენ თვითონ არ გრცხვენია თავს რომ იმცირებ. ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბია. შენს ქმარს მართლა რომ უყვარდე? მიგატოვებდა და წავიდოდა? გაიგე რომ კაცს არ აინტერესებ. შენი შვილი იმკურნალებს და ალიმენტს მიიღებ. მეტი რა გინდა? თავი დაგვანებე. იმედია უფალი პასუხს გაგებინებს იმისთვის, რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთე. როგორც ჩანს, ბატონი სედათი აზრის შეცვლას არ აპირებს. ნეტავ ბავშვის გადარჩენის სხვა გზა არსებობდეს. არ ვიცი როგორ, მაგრამ ღვთისწყალობით იაჰიას გადასარჩენად რამე გზას გამოვნახავთ. ისე რომ ოჯახი არ დაინგრეს. იმედია. გისმენთ ბატონო ნურდან? რა? რას ამბობთ, რომელ საავადმყოფოში ხართ? კარგი, ახლავე წამოვალთ. რა მოხდა? იაჰია საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიჩქარეს მოუმატე. მალე უნდა მივიდეთ. თუ იმისთვის მოხვედი, რომ გადაწყვეტილება შემოცვლევინო, დროს ტყუილად კარგავ. ჩემს გადარწმუნებას ვერ შეძლებ. საბატონ ჩინარს ყველაფერს მოუყვები. დაგაგვიანდა ჰალილ. გადაწყვეტილება 20 წლის წინ მიიღე. როცა შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ სინდისი გაყიდე, იცოდი რომ უკან დასახევი გზა არ ქონდა. იმ დღის შემდეგ განადგურებული ვარ. სინდისი არ გაქვთ? თუ ქალბატონ ჩინარს მისი უდანაშაულობის დამტკიცების გარეშე სიკვდილის უფლებას მისცემთ. იმ საბრალო ქალს უფლება არ აქვს სიმართლე იცოდეს. მომისმინე ჰალილ. ყველასთვის უკეთესი იქნება თუ ცხოვრებაში ზოგიერთი სიმართლე დაფარული იქნება. სანერვიულო არაფერია. ჩინარს ოპერაცია ჩაუტარდება და გამოჯამრთელდება. შვილებთან ერთად ბედნიერად იცხოვრებს. სეჰერის მსგავსად, ჩეთინი და ესმას დაიჯერებენ მის უდანაშაულობას. საჭირო არ არის ყველაფერი იცოდნენ. დედის სიტყვა საკმარისი იქნება. ჩინარს უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამხილი არ სჭირდება. რა მოხდება თუ ქალბატონი ჩინარი ვერ გამოჯამრთელდება? რა მოხდება თუ ეს სიმართლის თქმის ბოლო შესაძლებლობაა? ჰალილ. ბოლო ჯერ გეუბნები. სისულელეს ნუ გააკეთებ. თორემ შვილის დაკარგვის ტკივილს 20 წლის შემდეგ გამოგაცდევინებ. არ გაბედო და ამ ცოდვას კიდევ ერთი ცოდვა არ დაუმატო. იმედია საბრალო ბავშვი კარგადაა. ქალბატონი ნურდანი აქ არის. ქალბატონო ნურდან? იაჰია როგორ არის? სახლში რომ დავბრუნდი, ბავშვი იატაკზე იწვა. სასოწარკვეთილი ვიყავი. მაპატიეთ. თქვენ გარდა არავინ მყავდა რომ დამერეკა. კარგია რომ ჩვენ დაგვირეკეთ. რა თქვა ექიმა? იაჰია სად არის? ექიმო, ჩემი შვილი როგორ არის? გთხოვთ, კარგი ამბავი მითხარით. მისი მდგომარეობის შესახებ უკვე იცით. დაავადება ბოლო სტადიაშია. რაც შეიძლება მალე უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია. ფინანსური პრობლემები მოაგვარეთ და ბავშვს გადავარჩენთ. მაგრამ ამდენი ფული საიდან მოვიტანო? თუ გნებავთ ბატონს დედას დაურეკავ. უფლება აქვს მისი შვილის მდგომარეობის შესახებ იცოდეს. არავითარ შემთხვევაში. მოუკვდები და იმ ქალის ფულს ჩემი შვილის სამკურნალოდ არ გამოვიყენებ. არა. კარგი. არ ინერვიულოთ. თქვენი ნებართვის გარეშე არაფერს მოვიმოქმედებთ. უფლის იმედი არ უნდა დაკარგოთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.
ჩემო საბრალო მეგობარო. ღვთის გულისათვის ყურებს ნუ ჩამოყრე. მომიცი შენთვის სტრესი და ნერვიულობა აკრძალულია. შვიდად უნდა იყო. როგორ ვიყო მშვიდად დაო? ჩემი ძვირფასი ქალიშვილი, ჩემი სეჰერი ზურგს მაქცევს. ჩემს მდგომარეობაში რატომ არ შედის? ის ხომ ყველაზე მეტად უნდა მიგებდეს. არ გეწყინოს, მაგრამ სეჰერიც თავის მხრივ მართალია დაო. შენც დაო. შენც არ გესმის ჩემი. შენც ზურგს მაქცევ? შეიძლება ოდესმე ასეთი რამ მოხდეს. ეს როგორი ფიქრე? მაშინ რატომ არ ბრუნდება? ჩემი რატომ არ ესმის? რა თქმა უნდა, რაც გააკეთა სწორი არ არის, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ასე იმიტომ იქცევა, რომ უყვარხარ. მასაც უჭირს დაო. დედა! ძალიან მომენატრე. რა თქმა უნდა მოგენატრებოდა, თუმცა ვის არ მოენატრება. დილით ადრე გადის სახლიდან და დაღამებამდე არ ბრუნდება. სააბაზანოში გავალ, სახეზე წყალს შევისხამ. დედა აიშეს და როდის წავალთ? როცა მის გვერდით ხარ აღარ ტირი. მე ძალიან მომენატრა. მოდი წავიდეთ. სეჰერ, მე ვარ შვილო. კარი გამიხე. გამიღე რომ შემოვიდე და ვილაპარაკოთ. გთხოვ ასე ნუ მეკცევი. ზურგს ნუ მაქცევ. თუ ჩემი ცხოვრებიდან წახვალ, ვეღარავის დავეყრდნობი. ცხოვრების გაგრძელებას რა აზრი ექნება? ბევრჯერ მithქვამს შენთვის, როცა ციხეში ჩამსვე სასაკით შენზე პატარა ვიყავი. ქმრის მოკლა დამაბრალეს. შენი წყალობით ამ ტკივილის, ცილის წამების და მონატრების გადატანა შევძელი შვილო. ყოველ ღამე შენს ტანსაცმელს ვიხუტებდი და ისე ვიძინებდი. ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ ჩემი შვილები მენახა. 20 წლის განმავლობაში ყოველდღე. ყოველ ღამე შენი სახელის ხსენებაში ვიყავი.
როცა დედა ასია ჩემს მოკვლას ცდილობდა. ღმერთი იყო ჩემი მოწმე, რომ სიკვდილის არ მეშინოდა, მაგრამ ჩემი შვილებისგან შორს ყოფნას ვერ გადავიტანდი შვილო. ყველაფერი მთხოვა. ოღონდ ოპერაციის გაკეთებას ნუ მომთხოვ. ჩემო სეჰერ, ჩემთვის შვილზე მეტი ხარ. თანამგზავრი, ჩემი მეგობარი. ხოლო ჩვენთან შემიძლია ნამდვილი ვიყო. ხოლოდ შენ შეგიძლია. დედა დამიძახო. ჩეთინმა და ესმამ ჯერ კიდევ არ იციან, რომ მათი დედა ვარ. გთხოვ გადაწყვეტილების შეცვლას. ნუ მომთხოვ. ამას ვერ გავაკეთებ შვილო. არ შემიძლია დედა. არ შემიძლია. არ გინდა სეჰერ. ასე ნუ გამიმეტებ, ჩემო გოგო. ციცოცხლის ბოლო წუთებში ზურგს ნუ მაგცე. უფლება მომეცი. დარჩენილი დრო შვილებთან ერთად გავატარო. შენც ხომ დედა ხარ. გთხოვ გამიგე. თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. თუ მოუკვდები, ნება მომეცი ჩემი შვილების თბილ ხელებში მოუკვდა. კარებთან რატომ იმალებოდი ძმაო? ისევ ჩემი შეშინება გინდოდა? როგორ მიხვდი ესმა? შემდეგ ჯერზე როცა მოხვალ გაგვაფრთხილე. წითელ ხალისას დაგახოდრებთ და ადვოკატ ესმას ოვაციებით შევეგებებით. საღამო მშვიდობისა. რა ხდება? ჩუმად რატომ ხართ? ბავშვებო, თქვენს ოთახებში ადით და ტანსაცმელი გამოიცვალეთ. ბაღშამი მზად რომ იქნება დაგიძახებთ. დეიდა ისე სახლში არ არის? კონიაკიდან უნდა გავიქცეთ. როგორც ჩანს დაძაბული ატმოსფეროა. საღამო მშვიდობისა. კეთილი იყო შენი მოსვლა ქუდრეთ. მადლობ დედა. რა ხდება შვილო? ვის ეძებ? მეგონა დეიდა ისე აქ იყო, მაგრამ ვერ ვხედავ. ყველა იმ ქალს რატომ კითხულობთ? ნათესავის სანახავად წავიდა. შენს ოთახში ადი და იმეც ადინე. ვახშამი მზად რომ იქნება შეგატყობინებ. ბრძალო, ყველაფერი იყონი იმისთვის, რომ ის გველი ოპერაციაზე დაითანხმო. მაპატიე შვილო. გთხოვ მაპატიე. არ გამიბრაზდე. არ მინდა ისე მოუკვდე, რომ შვილების გარეშე გატარებული წლები არავინაც ღაურო. მთელ ცხოვრებას დავთმობდი, თუნდაც მხოლოდ ერთი წამით შემეძლოს თქვენთან ყოფნა.
მაპატიე დედა. მაგრამ ზურგი უნდა გაქციო. რადგან რამდენიმე თვე კი არა, წლების განმავლობაში იყო შენი შვილების გვერდით. მეც მოვედი. მოდი შვილო, მოდი. მოდი და რამე გააკეთე სანამ დედა შენი გაგიჟებულა. დედა ხთვის გულისთვის გაუთავებლად ნუწუწუნებ. ტელევიზორს დაუწია. ხმა ქუჩის ბოლოშიც ისმის. იმის მაგივრად რომ მე მსაყვედურობდე, წადი და შენ სოლს მიხედე. ისევ თავის ოთახში ჩაიკეტა და სამყაროს ზურგი აქცია. მისმინე, მე ნერიმანი არ მერქვას. თუ ეს ამბავი ისევ აიშეს არ ეხებოდეს. შენი ცოლი იმ ქალითაა შეპყრობილი. სეჰერ, ჩემო ვარდო. რა ხდება? რა გჭირს ვეშფასო? ისევ დეიდა აიშეს გამოდარდობ? ამის საკითხავად გამაღვიძე? თუ გშიათ საჭმელი მაცივარშია. შეგიძლიათ გაათბოთ და მიირთვათ. თავი მტკივა. დავიძინებ. გონი დედა ჩემი მართალია. სეჰერი ისევ დეიდა აიშეს გამოდარდობს. საინტერესოა რატომ? რატომ? ვინ არის დეიდა აიშე? გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için